განვაგრძოთ მუსიკალურ პროგრამას. მღერის ეკა მამალაძე. რა მოუვიდა? სვეჩებს უჭირს. სანთლებს. ბატონო? სვეჩებს ქართულად სანთლები ჰქვია. ო, დიახ. რამდენი ჯერ ვიხარი გარაჟის თავს. სალნიკები უშვებს. დამეხმარე. არა მაქვს. მართლა. სალნიკები როგორ არის ქართულად, ხო არის? არა. რაც არ ვიცი, არ ვიცი. არც მე. ალბათონოია. ამ სიცხეში დგომას მე მგონი ჯობდა ცოტა ფეხით გავიაროთ. მანამდე შევაკეთებდი და დაგეწეოთ. სოფელი აქვე. სოფელში დახმარება ვითხოვო? არა, არ არის საჭირო. მე თვითონ მოვუვლი. გამარჯობა. გამარჯობა. შემოვიდა. იცით გზაში მანქანა გაგვიფუჭდა და წყალი თუ შეიძლება. ახლავე შვილო, შემოვიდა. გმადლობთ. მოვიდა. აგერ დაბძან. ვიქტორ. მოისმენთ. მე ახლა. გამარჯობათ. გამარჯობა. გაგიმარჯოს. დაბძან. გმადლობთ. ერთი წუთი ჩემო. ცხელა დღეს ძალიან. აბა სულ არ იყო ახლა ეს კვალვა საჭირო. მოსავალს უჭირს ძალიან. ნათელა. მობრძანდი. ნათელა სახშია, მობრძანდი. აიაჭირა, მაყვალა სახში. ბატონო, გამომხედი ერთი თუფალი ხარ. ახლავე. მაყვალა დამცად ერთი წუთი. მიერთი გენაცარი. გმადლობთ. უკაცრავად სტუმარი ყოლია. არა, უცხოა. მანქანა გაფუჭებიათ გზაში და წყალი მთხოვა. რანაირად დაცხა დღეს და რაზე მოვედი იცი? ჩვენი სოფლის მაღაზიაში იაპონური სერვისი. მეზობელი ყავს. მანქანის პატრონი და რომელი? ჩვენი ჟორჟიკა. ხო, კი. ხომ არ დავახმაროთ თქვენს მცოლს. მე მგონი თვითონ მოუვლის. გმადლობთ. კი ბატონო. შენი სახელი შვილო? ია ანდრიაძე. უიმე. ჩვენებური ყოფილა. ანდრიაძე, კი. მარნიდა.
მე კასტრაძე გახლავარ. ვიქტორ კასტრაძე. სასიამოვნო. ეს კიდევ აგენ. ხუთი ქარცივაძე, სასიამოვნო. მეზობელი და სიყრმის მეგობარი. ანდრიაძე ვიქცხოვრობენ მარანში ძირითადად. კი. ალბათ ნათესაევი გეყოლებათ იქ. გარე ბიძაშვილები. ახლა შორებლები არ ჩვენ ვართ. ხა. დიდხანს დარჩებით ჩვენ მხარეში. გააჩნია როგორ შევეწყობით ერთმანეთს. კი, მაგრამ როგორ გავიგოთ ახლა ეს, ა? თქვენს რაიონში გადმოვედი სამუშაოდ. დიდი ხანია. გუშინს შემდეგ. რა საქმეზე თუ საიდუმლო არ არის, რა თქმა უნდა. რაიკომის მდივნად. აჰა. რაიკომის მდივნად? დიახ. რაიკომის მდივნად? არა, მეორეს ვიცნობ მე. მესამე ჩემი ნათესავია. ჩვენი თავმჯდომარე ამბობდა, ისო პირველს ამ თავისუფლებენო და ალბათ შეგეიხარე. ასე, კარგი ხანი, აღარ მიცივია. დიახ. ცით რაიკომის მდივნად. ანდრიაძე. დიახ. ანდრიაძე. რა მოგივიდა? მოდი. ესე იგი თქვენ ბრძანდებით ეს ანდრიაძე? დიახ. რა სამავალ? ჰა? რას ბრძანებთ? პირიქით. ხუთი, ასე დამთამაბნით ახლა შეგაცვა. ერთი წუთი ჩამბადნო. ბოის გიხდი. ქალს წლოვანებას არ უნდა ეკითხებოდნენ, მაგრამ 32-ის. დამთავრებული მაქვს უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი. დამტოვეს ასპირანტურაში. ბიჭო? დავიცავი დისერტაცია. ვარ ეკონომიურ მეცნიერებათა კანდიდატი. გუშინ დლამდე ვმუშაობდი უნივერსიტეტში, ეკონომიურ ფაკულტეტზე. აბა, ქეყოფილ ხარ და სანიშნი. ვიქტორ, მიარჩი სტუმარს. ერთი მაყვალას უნდა გავყე, უნდა ვნახო რა სერვისი. და მალე ამოვართ, მალე. ეს არ შველი საქმეს. ამოხდა შეგაცო. შენ იცი ვინა ჩვენი სტუმარი, ჰა? ჰა. ოღონდ არაკიბლი ახლა შენებურად. ბატონო, ამერიკერა ვტის. ჩვენი რაიონის ახალი პირველი მდივანია ანდრიაძე. ვიქტორ, ნუსურელობ რაღაცას. ეს ერთი ციდა გოგო? ეს გალია, ჩვენი რაიონის მდივანი. რა ხუმარ ახარ შეგაცო. რა გიკვირთ? ახლა ხალი რაიონის კერა სახელმწიფოს ხელმძღვანელობს. გელაპარაკები რაიკომის ახალი მდივანია. რაიკომის მდივანი? ჰა. ჰარი კაშე ყარელა ქვეყანა. ამ
იმდენით რო არა აქვს ეჩარება და ასეთი სტუმრის უპატი ცილოდ გაშვება არ შეიძლება. აი, ვიქტორ. იქნება რა. ხალო შეჩუაზე ხარ. აი. თვითონ მითხრა ადამიანმა. რა შეხედულობას არ ეთყობა? შენ არ გესმე? მიხედე ახლა სავალა. მიშველებს მავალა. ვინ მავალა? აი. დიდა რა ხავკნა? ლეაღა მაყალას გაუღია და რაღა რადიოს გამოუცხადებია. Იფი ადუცენოია. მადლობ. ძალიან გთხოვთ. თუ შეიძლება, ნუ შეწუხდებით. რა შეწუხება? პატიოსთან სიძღვას გაძლევთ, როგორც კი მანქანა გამოჩნდება, ერთი წუთითაც არ შეგაჩერებთ. მანამდე კი ახლა ამაზე უკეთეს ადგილს მოსასვენებლად ვერც ნახავ. ზურაბს ხომ არ დაუძახოთ? ბარაბაძეს, ჩვენი თავმჯდომარეა. არ არის საჭირო. მაშინ მერაბის დაუძახოთ გაგნიძეს. პარტ-ორგანიზაციის მდივანი აგერ ცხოვრობს ორნავიძეზე. იცით, საერთოდ უკეთესი იქნება თუ ვერავინ შეიტყობს ჩემსა გამოჩენას. მაგას ვერ შეგბირთებით. ახლა ქალი რომ იყო აქ მაყვალა. ისეთი ცნობის მოყარი ადამიანია. მაგან ნამდვილად მოგრა ყური ამბავს. და მთელმა სოფელმა თუ არა ჩვენმა უბანმა მაინც იცის უკეთ იცით, უმჯობესია წავიდე. დიდი მადლობა. ნახვამდის. ბატონო, ხომ გეუბნებოდი, რა? დევა, მობრძანე. ვიქტორ, აი ალესილი წალდით შკერისათვის მიდივარ ტყეში და სტუმარი ყოლია. გამარჯობა, ბატონო. გამარჯობა. ვიქტორ, შიმძანდები. მობრძანდით, მეზობლებო. მობრძანდით. თქვენ რაღაცზე გამოგზავნოთ, მაყვალავ. ალესილი წალდისათვის თუ კარდი სიგარეტი აქვს, ვიქტორსო. მობრძანდ. გამარჯობა. ანდრიაძე. რაიკომის მდივანი. გამარჯობა, ჩემო ბატონო. გამარჯობა. 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 ოპერატიულად უმუშავია ქალბატონ მაყვალას. შეეგებეთ ბატონო ვიქტორ. სტუმარი ღვთისა. მობრძანდით, მეზობლებო. მობრძანდით. კი, მაგრამ თქვენ აი ხალხო. ასე უცბად მაინც საიდან გაჩნდით, ა? რასი ფიქრებს მდივანი? ეს რა უსაქმურების ქვეყანაში მოხვდიო? დედა, სამაგიეროდ, ბატონო, სამაგიეროდ. ჩვენ იმ ქალაქელები ვით 6 საათზე კი არ მივბრძანდებით სახლში. მაშინ ვიწყებთ მთავარ საქმეს. გააჩუმდი, გოგო, მაცალე ეწუჩი ლაბარაკი. და ჩვენ კალენდარზე არც შაბათია საერთოდ და არც კვირა. არც აგარაკი და არც შვებულებას აფხულობთ. არც ასფალტიანი გზების სასეირნოთ.
სალამი. გამარჯობათ. გვაცრავად მერაბ გაგნიძე გახლავართ აგრონომი და ამ სოფლის პარტორგანიზაციის მდივანებად. იყავით პლენუმზე. გახთით გუშინ ბატონო. თავმჯდომარე ხომ არ არის აქ? ეს წუთი ახლა რაიკომში წავიდა. თათბილზე მივდივარ რაიკომში. რაიკომში გამომძახებლების მეტი რა არის. წასვლის დროა. როგორც იქნება? აუცილებლად უნდა წავზანდეთ, პატვიცემულოია. აუცილებლად. ფიზიკო მაგ მანქანას ცოტა ხნით კიდევ ვერ გააფუჭე. ეს ჩვენი შეხვედრა მოდით გაცნობად ჩავთვალოთ. კი ბატონო. მომავალში ალბათ კიდევ ბევრჯერ შევხვდებით ერთმანეთს. თქვენთან ბატონო აზი ვინ შეგვახვედრებს? შევხვდებით. ალბათ ასე მეც ვეღარ შევხვდებით. ლეხი გაციშის ვისაც ძალიან. გავესაუბროთ ერთმანეთს. კუბში გადასვლა ხომ არ აჯობებდა ბატონო. კრებას ნუ დავამსგავსებთ ჩვენ შეხვედრას. არსად წასვლა არაა საჭირო. მე მგონია მშვენივრად ვართ აქ თავმოყრილი. ერთ სიმაღლეზე ვართ ახლა ყველა და გაგვიადვილდება საუბარი. დავიწყოთ მაშინ საუბარი. ჩვენს მაგივრად ძირითადად ყოველთვის თავმჯდომარე და პარტორგანიზაციის მდივანი ლაპარაკობენ. ასე ვართ ნაჩვევი. რაკი თავმჯდომარე რაიკომში ყოფილა გამოძახებული. პირველი სიტყვა პარტორგანიზაციის მდივანს მივცეთ. მერაბ გაგნიძე არა? დიახ ბატონო. მით უმეტეს გაგნიძე გუშინდელ პლენუმზე გამოდიოდა. ეხლავე ბატონო. ავშენდით. ამას უკვე სიტყვა მოუმზადებია. გამაფრთხილეს კრებაზე სიტყვით უნდა გამოხვიდეო და კი, გასაკვირველია. შემდეგ კამათის შეწყდა პატივცემულობა. განვაგრძოთ კამათი. კი ბატონო. ხელმძღვანელობდით რა პარტიისა და მთავრობის
სადირექტიო ორგანოების მითითებითა და გადაწყვეტილებებით ჩვენ ფართოდ გავშალეთ სოციალისტური შეჯიბრება, რათა ვადამდე და გადაჭარბებით შეგვესრულებინა ჩვენს წინაშე დასახული ამოცანები. დაგვერაზმა მშრომელთა ფართო მასები. მაგისტრო ახლა კონკრეტულად თუ შეიძლება. ეხლა მე მოგახსენებთ ბატონო. ჩვენი წარმატებები უფრო დიდი და მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო დაშვებული სერიოზული შეცდომები სოფლის მეურნეობისადმი ხელმძღვანელობის საქმეში, პარტიის რაიონული კომიტეტისა და პირველ რიგში მისი პირველი მდივნის, უკაცრავად მისი ყოფილი პირველი მდივნის ამხანაგ ამის შესახებ საკმაოდ ითქვა გულშინ. ასეთი იყო მითითება. არ შეგიძლიათ მითითებების გარეშე. წაუკითხავად გითხრათ რა ხდება სოფელში. სად გიჭირთ? სად გილხინთ? კი ბატონო. მოგახსენებთ. ჩაი ჩვენთან ძირითადი კულტურაა, პატრიცემულო, 240 ჰექტარზეა გაშენებული. შარშან ჩვენ მოვიწვიეთ. მოვიწიეთ, მერა. რა ბრძანეთ ბატონო დიომიდე? მოვიწვიეთ სტუმრები. მოსავალი კი მოვიწიეთ. თუმცა მართლწერა შენ ყოველთვის გიჭირდა მერა. მართლწერას კი ეშველება, მაგრამ დიახ, შარშან ჩვენ დავამზადეთ 350 ტონა ჩაის ფოთოლი. აქედან 300 ტონა პირველი ხარისხისაა ბატონო. ასევე ჩავაბარეთ ხორცი, ყველი, კვერცხის გეგმად შესრულებულია გვაქვს ბატონო და საერთოდ აბა კარგად ქონიათ საქმე. მიუხედავად არახელსაყრელი კლიმატური პირობებისა. რასაკვირველია, მდგომარეობა უკეთესი გვექნებოდა რომ გასაგებია. თქვენ რაღაც იტყვით? ესე იგი თქვენ სამავე აზრის ახართ. როგორც იტყვიან, დუმილი თანხმობის ნიშანიაო. რა ბრძანეთ? დუმილი ყოველთვის თანხმობას არ ნიშნავს, ჩემო ბატონო. რა გინდათ ამით თქვათ? ის სხვათა შორის. სხვათა შორის ლაპარაკი არ გამოგვადგება. ლევან, თქვი. თქვი ლევან. თქვი. იცი, თქვენ რა მოყვა ჩემს გულახდილობას? უთხარი, კაცო. არ შეიძლება მეც ვიცოდე. თქვენ? დიახ. მეც მითხარით. კი ბატონო. კი. მოგესწრაფოთ. ერთი დიდი კაცი გვესტუმრა მას წინას. დიახ. ასე. თქვენს არის შემოგთავაზა გულახდილი საუბარი. როგორ ცხოვრობთ? რა გიჭირთ? რას ფიქრობთ? დიახ. ერთხანს კი ვიუარე. მაგრამ ეს დიდი კაცი ძალიან რომ მომაწვა, რა გაეწყობოდა თქვის სათქმელი. ყურადღებით მისმენდა და სულ თავს მიქნევდა. გავთამამთი. ალბათ ცოტა მეტიც მომივიდა. მას არაფერი უთქვამს, მაგრამ რო წავიდა, ჩვენი სოფლის ხელმძღვანელებმა 4-ში ამომიღეს. შენი ხნის კაცმა კი უნდა იცოდეს, სად, როდის, ვის, როგორ უნდა ელაპარაკო. ასე არ იყო მერა? ლევან, იცი შენ ვისი აზრიც იყო ეგ და არ არის ახლა აქ საჭირო ამის. მას შემდეგ დავიფიცე, ხმას აღარ ამოვიღებ მეთქი. თქვენ პარტიის წევრი ხართ?
დიახ. ვარა ბარვა. რამდენი კომუნისტია თქვენს ორგანიზაციაში? 67 ბადიქსანა. და ყველა ასე ფიქრობს. არა? თუ არაფერი გაქვთ სათქმელი, ჩვენი შეხვედრა ამით დავამთავროთ. კაც გულახდილად რა ალაპარაკებს. კი უნდა იცოდეს შულაში. უნდა იცნობდე ადამიანს. თუ შეიძლება თქვენი ბიოგრაფია გაგვაცანით პატივცემულო მდივანო. არა გაბუხუტი. ისე ეკითხები ბიოგრაფიას. ვითომ შენ რაიკომის მდივანი იყო და პატივცემული კი ბიუროზე გამოძახებული ბუხუტი ქართლიაც. კაც თუ არ იცნობ, ისე გულახდილად როგორ უნდა დაელაპარაკო. ვუპასუხებ ამხანაგ ბუხუტის შეკითხვას. წარმოშობით თქვენებურად შეიძლება ჩავითვალო. სოფელ მარნიდან. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ შევედი უნივერსიტეტში, ეკონომიკურ ფაკულტეტზე. დავრჩი ასპირანტურაში. დავიცავი დისერტაცია. დღემდე ვიყავი დოცენტი ეკონომიკური ფაკულტეტის კათედრაზე. ვარ პარტიის წევრი. კიდევ საკმარისია პატივცემულო. კიდევ რაიმე ხომ არ გაინტერესებთ? თუ შეიძლება. დაბრძანდით. გმადლობთ. ბრძანეთ. მასწავლებელი დიომიდე გიორგაძე გახლავთ. პენსიონერი გახლავთ ახლა. გისმენთ. ეკონომისტი რომ ბრძანდებით, ეს ძალიან კარგია. მით უფრო მეცნიერი ეკონომისტი, აქ გვიჭირს სწორედ ჩვენ. მაგრამ ერთი საჩოტირო კითხვა მაქვს თუ არ მიწყენთ. გისმენთ. როგორი ხელფასი გქონდათ იქ უნივერსიტეტში? 400 მონეთამდე. ალბათ თქვენ გაინტერესებთ რაიკომის მდივნის ხელფასი. არა. მაგისთვის არ მიკითხა შვილი. სხვათა შორის ეს მეც ვთქვი. იქ რომ ხელფასი მინახევრდებოდა. მითხრეს საქმეს ასე სჭირდებაო. ასე თუ გითხრეს რაღაც იზამთით. მოიცა მართა, მოიცა. სწორი უთქვამთ. მართლა უჭირს საქმეს, მართლა. ალბათ არც თქვენთვის იყო ადვილი თანხმობის მიცემა, უნივერსიტეტის მიტოვება, თბილისის მიჩვეული ოჯახის გადმოსახლება რაიონში. მაგრამ რადგან ასეთი მსხვერპლი გაიღეთ, აი ის საქმე უნდა გაკეთდეს, რაც დაგავალეს. საქმე კი ერთმანეთის ნდობის გარეშე და რაც მთავარია სიმართლის და რწმენის გარეშე არ გაკეთდება. მეც ასე ვფიქრობ. ოდა რომ იცოდეთ თქვენი ჩამობრძანების პირველსავე დღეს გატყვიებთ ჩემო ბატონო. მაბატი ახლა ეს ამბავი. მაბატი ვიქტორ მაბატი. პატივცემული მდივანი დღეს შენი სტუმარია და შეიძლება ასეთნაირი ლაპარაკის უფლება არც აგვაქვს, მაგრამ ახლა მე შენ სათქველსაც ვამბობ, ყველა სათქმელს. მიუხედავად იმისა, რომ დაგიფიციათ ქვეყანა რომ დაიქცეს, ხმას არ ამოვიღებო. მიუხედავად ამისა, ჩემო ბატონო. იცით რატომ? გაჩვენება მეტი უპატიოსნობა რომაა იმიტომ. მართალია თქვენ მეცნიერი ბრძანდებით, მაგრამ სოფლის ამბავი სოფელმა უფრო იცის და ჩვენ თუ არ გეტყვით ამას, აბა ვინ უნდა გითხრათ? რაც ჩვენმა პარტ ორგანიზაციის მდივანმა მოგახსენათ, სიცრუეა ძირითადად. ეს მან თვითონაც იცის და არ ეწყინება მე მგონია.
ეს მოხსენება ლევან მე პარტიის კრებაზე განვიხილე. კი ბატონო, კი ბატონო. როგორც მახსოვს შესამიწიე ხელი. კი ბატონო, კი. ჩემი წვილი ძურევიაში. ჩემს. არჩენ ხარ ბრალში მე რაც დაგავალეს ის დაწერე. პირველს ვათავისუფლებს სუდი მუშაობისათვის და ყველა ცოდვა ძირითადად იმას აკიდეთო. კარგი კი იქნებოდა, როცა ის მაგრადიჯი და საუფროსოს გამზე მაშინ გვეთქვა ეს, მაგრამ არ ყოფნის ბატონო ეს ვაჟკაცობა და ამანაა რომ წაახტინა საქმე. მაგრამ არც ეს ამთავრა. თავარი ისა საქმე რომ ფუჭდება ყველა ხედავ და ხმას არ ვიღებთ. აი ახლას ყველა შესანიშნავად ვიცით როგორ შესრულდა ის გეგმები ჩვენმა პარტ-ორგანიზაციის მდივანმა რომ მაგახსენათ, მაგრამ ხმას არ ვიღებთ. არიცი 100-ია საჭირო თუ არა. გეწყინებათ ეს თქვენ თუ დაგიხარდებათ. მაგალითად როგორ შესრულდა კვერცხის შაბარების გეგმა, აი ბატონო დიომიდე, თითის საჩვენებელი კაცი ბრძანდებით თქვენ სიტყვას მეტი ფასი და წონა აქვს, ამიტომ ძალიან გთხოვთ მოახსენოთ პატივცემულ მდივანს როგორ შესრულდა კვერცხის შაბარების გეგმები. არა, ახლა ეს საჭირო ლევან არა. ბატონო დიომიდე, ძალიან საჭიროა. ჯობს ახლა ვერ თქვა, სათქმელი. იქნებ გამოადგენს პატივცემულ მდივანს იმ საქმეში, პარტიამ რომ დაავალა. ჯვარა ახლა ეს იმხელა სერიოზული საკითხია. არა. თუმცა კაცმა რომ თქვას, არც თლა უბრალოა. მოგეხსენებათ ძირითადი გეგმის გარდა, როგორიცაა ჩაი, ციტრუსი, სოფელმა სხვა პროდუქტებიც უნდა ჩააბაროს. ხორცი, ყველი, კვერცხი, გასაგებია, გასაგები. ასე სჭირდება ქვეყანას. როგორც პენსიონერს ეთყობა შეღავათი გამიკეთეს და 40 ცალი კვერცხის ჩაბარება შემაწიეს. შევამცირეთ ოჯახში კვერცხის ულუფა. დავაგროვეთ 40 ცალი კვერცხი და მივიტანე დამზადების პუნქტში ჩასაბარებლად. შევარტყე რაღაც არესია მოვნად. სად წავიღოთ ბატონო დიომიდე ეს კვერცხიო? ჩააბარეთ მეთქი. რავა? 40 სალიო? რატომ 40? რამდენადაც ვიცი, სოფელს 5000 ცალი კვერცხის ჩაბარება აქვს შეწერილი მეთქი. რაც მიკიბ-მოკიბეს. უკვე ჩავაბარეთო. ხლა ამ კვერცხებისთვის რაიონში ისევ რა ჩაგვიყვანსო. ეთქობა, ჩემი ყოფილი მოსწავლეები იყვენ და მეტი აღარ მაკადრებს. ბოლოს შევიტყვე თელ სოფელს კვერცხის მაგივრად ფული ჩაუბარებიათ იმ 5000 კვერცხის ღირებულება. ჩემი მიტანილი კვერცხებით კი დიდი ტაფამწვარი გაუკეთებიათ. მისი ღირებულება კი თვითონ დაუდიათ საკუთარი ჯიბიდან. აი ასეთ პატარა ტრაგიკომედიას ჰქონდა ადგილი ჩვენ სოფელში პატივცემულა. მარტო ჩვენ სოფელში. მთელმა რაიონმა ასე არ ჩააბარა. შემდეგ კი გამოცხადდა. კვერცხის ჩაბარების გეგმა 100.9% შესრულდა. ის 900 ალბათ. თქვენი 40 კვერცხი იყო ბატონო დიომიდე.
ჩვენის ნებართვით. განვაგრძოთ თუ შეიძლება. სხვათაშორის ყველის ჩაბარების გეგმაც ასე შესრულდა. კაი ახლა მოვიჭრით სულ თავს. ისე ყველის ჩაბარების გეგმა გამგეობისაგან შენ კონდა დავალებული ბუხუთი. ბატონი დიომიდეს კვერცხებიდან ტაფამწვარი მაინც გაუკეთებია. მექანიზატორი გოდერძი შავლაძე. კვერცხის ღირებულება ზუსტად ჩავაბარეთ. ყველის კი ასე არ ყოფნის, ორჯერ მეტი უნდა გადაუხადო ქარხანას. ეს იმიტომ რომ ბაზარში ყველი 8-10 მანეთი არის. აი სადამდე მივიდა საქმე. უნამუსობა განგეომია. ზედმეტ ფასებში გაყიდო პროდუქტი კარგი. წონაში დააკლო კარგი, მაგრამ ყველში, რომელიც თვალით არავის უნახავს, არც დამამზადებელს, არც მაღაზიას და არც ყიდველს ფული მოიგო გაგონილა? 85% ხარისხიანი ჩაის ფოთოლი ჩავაბარეთ ფაბრიკას. ესა ვითამაღლა მართალი? ცხოვრება ისეთია, რომ შეიძლება კაც ზოგჯერ ტყუილი გათქმევინოს, მაგრამ ვის ჭირდება ეს ტყუილი? ვის ვატყუებთ? საკუთარ თავს ვიტყუებთ. კი, სამაგიეროდ დროშა მივიღეთ გარდამავალი. დაწერია ვალიკო იმ დროშას, თავმჯდომარეს რო აქვს კაბინეტში გამოკიდული. სოფლის მეურნეობის პროდუქტების სიუხვისათვის გაშლილ სოციალისტურ შეჯიბრებაში გამარჯვებულ კოლმეურნეობას. სხვათა შორის ეგ დროშამ დივანმა გადმოგვცა თავისი ხელი. რომელმაც შესანიშნავად იცოდა რანაირად შესრულდა ეს გეგმები. უკვე შეიძლება ეს თქვენ არ იცოდეთ პატრიციო. ვიცი. რავა უნივერსიტეტამდეც მიაღწია ამ ამბავმა პატრიცემულო? ყოველ შემთხვევაში ეკონომისტებამდე მიაღწია. ძალიან კი გაგითამამდით, მაგრამ იქ ზემოთ თუ იციან ეს ამბავი? იციან. ხოდა თუ ყველაფერი იციან, ბატონო, ყვანიძე და მართალის უნდა გაარჩიო. ინჟინერი ლადო სირბილაძე. ყველაფერს თავრობას ნუ დავაბრალებთ, ლადო. რა გინდა მაგით რომ თქვა? ის მინდა თქვა, რომ იმ საქმეში რისთვისაც შენ დაისაჯე, ნამდვილად დამნაშავე იყავი. კი ბატონო. მაგას არ უარყოფ მე. მაგრამ მარტო მე? პირველ რიგში შენ. ერთი შეყოფილიყავი ჩემს ადგილას. ნახავდი როგორ შეეწინააღმდეგებოდი ხელმძღვანელობას. რა საქმე იყო ასეთი? აგერ ბატონო ის ჩაის ფაბრიკა ჩემი აშენებულია. მოგეხსენებათ შენებლობის საქმე, ხან ფონდი არა, ხან მუშახელი, ხან მასალა, ხოდა ვერ მოვასწარი დადგენილ ვადაზე ჩაბარება შენებლობის. გამომიძახეს რაიკომში და კატეგორიულად მომთხოვეს. ჩაის ფაბრიკა საექსპლუატაციოდ სეზონისთვის უნდა ჩაბარდესო. არ მოხერხდება მეთქი. უნდა მოახერხო. თუ არა შენებლობის გეგმა ჩაგვივარდებაო. მაშინ გამანთავისუფლეთ მეთქით ბატონო. იქნებ სხვამ შეძლოს ამის გაკეთება მეთქი. არა. შენი დაწყებული საქმე შენვე უნდა დაამთავრო. თუ არა პარტიული ბილეთით აგეპასუხსო. ერთი სიტყვით მაგზრომინეს. დაამთავრებ თუ არ დაამთავრებ შენებლობას სამუშაო მაინც შესრულებულად უნდა შეითვალოს. დავთავრდი. ვიფიქრე საქმეს ასე სჭირდება მეთქი. თქვენ უკაცრავად შეეწინააღმდეგებოდით? ხო, სათქმელად ადვილია. მაგრამ ერთში კი შევეცადეთ ამერწმუნებინა. ჩაის ფაბრიკას აშენებულად რომ უჩვენებთ, პროდუქცია ხო უნდა გამოუშვას მეთქი, ჩაი ხო უნდა გადაამუშავოს მეთქი. ამას ჩვენ მოუვლითო. აი ხეს და გაუნაწილეს გეგმას ხვებს. ვითომ
ეს პროდუქცია ჩვენს ნახევრად დაშენებულ ჩაის ფაბრიკაში იყოს გამოშვებული. გეგმად შევასრულეთ, მადლობაც დავიმსახურეთ, პრემიებიც, აი დროშაც გადმოგცეს. მაგრამ რა? ჩამოვიდა კომისია სახალხო კონტროლი და შეგვამოწმეს. მიწერა გამოარკვიეს და რა თქმა უნდა, პირველ რიგში მე აღმოჩნდი დამნაშავე. გამიყვანეს ბიუროზე და ტყავი გამაძვრეს. იმათ, ვინც მაიძულა გამეკეთებინა ეს. კომუნისტის უღირცის საქციელისთვის. მომარტყეს სასტიკი საგვედური პირად საქმეში შეტანი. თანაც დამამადლეს. ციხესაც და პარტიიდან გარიცხვას იმსახურებს. ერთი კი ვიფიქრე, ყველაფერს ვიტყვი მეთქი. არა. ამის შემდეგ რაც ცხოვრებოდა რაიონში, ისევ ამათი შემყურე უნდა ყოფილიყავი. ისევ ამათ უნდა მოეცათ სამსახური. მაგრამ აქაც მომატყვილეს. გადავდე თავი და გავაგზავნე განცხადება იქ. ყველაფერი გულახდილად დავწერე. ისიც დავწერე, ჩემ თავს არ ვჩივი მეთქი. საქმეს მიხედეთ, ახლაც ასე ხდება. ვიფიქრე, ერთი ამბავი ატყდება მეთქი, მაგრამ შენც არ მომიტყდე. არაფერი, აბსოლუტურად არაფერი. აი, გუშინ გამომიძახეს რაიკომში. თქვენი განცხადება ჩვენ გამოგვიგზავნეს რეაგირებისთვის. მე რანაირად აპირებთ რეაგირებას მეთქი დავინტერესდ. გამოგიძებნით შესაფერს სამსახურს, მართლაც შემომთავაზეს რაღაც. ალბათ იმიტომ რომ უფრო ზევით არ წავიდეს საჩივრელო. მე გამიგეთ, არავის არ უჩივი. უბრალოდ მინდა რომ სიმართლე დადგინდეს. მაქვს ამის უფლება თუ არ მაქვს, ა? ცოტა ნაგვიანებად ხო არ დაიწყეს სიმართლის ზებნა, ჩემო ლადო. აცია. სანამ ჩვენ არ შეგვეხებიან, მანამდე ხმას არ ვიღებ. აქამდეც გვითქვამს, მაგრამ მე რა? შეაღარე კიდევ სერცვი. ოქშიც კი არ შეგონდათ, ზევით არ შეწუხდენო. მე შენ გეტყვი დააბარებ რამეს. ჩვენ თავმჯდომარეს ან პარბიუროდ ვიოლ და სიტყვით შეიტანენ რაიკომს. ალიკო, რა გითხრა ისი? ერთხელ მე დაგაბარებ რაიკომი მქივანტადა. ნახავ რანაირი ჩასატანია. ატო შენზე არ მითქვია. ჩვენს ხელმძღვანელებს. ისინი ცდილობენ რაიონის ხელმძღვანელები ასე ამოვნონ. ისინი კიდევ ისე მუშაობენ, მათ დამნიშნავს რომ მოეწონათ. ამ უფროსებს ქეხსნიან და ეს შეცდომები ჩვენ გვხვდება გამოსასწორებლად. ხსნიან, თუ არა რა ეშველება. შენზე და ჩემზე კარგად შეიცხოვრებენ. მეზობლებო. მაპატიეთ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს. აკეთებული იას, სტუმარია ჩვენი და მათ გაგებია. ვიქტორ. მოიცა ვიქტორ, მოიცა. სტუმარი კი არა, მთელი ამ რაიონის პატრონია უკვე. რაც მეც სიმართლებს გაიგებს, მით უფრო უკეთესია საქმისათვის. ამაში კი ნამდვილი ხარ ბოხოტი. თუ არ იცი, შენ სამწყსოში ნამდვილად რა ხდება, უამისოდ საქმე არ გაკეთდება. თუ რაღაცა ფუჭდება და ითმენ ამას, ღამე მშვიდად გძინავს, ან თავს იტყუებ, ვითომ ვერ ხედავო, ეს კიდევ უფრო უარეს. იმიტომ ქვია მას ხელმძღვანელი, რომ ყველაზე ჭკვიანიც უნდა იყოს, ყველაზე პატიოსანიც, შორს წვრეტელიც. თუ გნებავთ, გულთმისანიც. მარტო დღევანდელს კი არ უნდა ხედავდეს. ისიც უნდა იცოდეს, ხვალ რა მოხდება. ასეთი კაცი აგერ ყავს, ბატონო. მართლა გულთმისანია? ფეხბურთის დღეს წათვლებს თოდა ხალხს. გამოიღვიძებს და გამოგვიცხადებს როგორ ითამაშებს თბილისის დინამო. სტუმარი ყავს მირიან. ვიცი ეს მე. ბრძანდებოდეთ ბატონო მირიან. მუხს გამართავ ცოტას. თქვენზე ამბობენ გულთმისანიაო. ხუმრობით ბატონო. ხუმრობით ვარა გულთმისნობა ვიღაშირდება, როცა რადიო წინასწარ გვიცხადებს, რანაირი ამინდი იქნება 10 დღის შემდეგ. ისიც კი დუანგარიშებია მეცნიერებს. რამდენი ნავთი და ქვანახშირია დარჩენილი სახარჯოდ დედამიწის გულში 2000 წლისათვის.
გაბრძანე. მადლობთ ვიქტორ. მაინც ბატონო მირიან. როგორ დამთავრდება დღევანდელი თამაში თბილისში? მოვიგებთ ბატონო. შეპირშაქარი. ნამდვილად მოვიგებთ. ესმე ძილში კი არ მინახავს. მინდა რომ მოვიგოთ. ხო და ადამიანს თუ რამე ძალიან გინდა, ნამდვილად მიაღწევ, ხოლოდ მართლა ძალიან უნდა გინდოდეს. ისე ახლა სწორედ ამ დროს კრებაზე მართლაც ჩავთვლებ ხანდახან. მაგრამ ჯო დღეს ვერაფრით ვერ მოახერხეს. გესმოდათ, რასაც ლაპარაკობდნენ აქ თქვენი მეზობლები? იბადანო, კი. კიდევ კარგი რომ უცხო კაცი არ გვისმენს ახლა აქ, თუ არა იფიქრებს დაქცეულა ქვეყანა. არა აქვს რათასე საქმე. არ გვიჭირს ჩვენ იმნაირად, მაგრამ გული კი ტკივა პატარა ვინაიდან უფრო წესიერად შეიძლება ცხოვრების აწყობა. მაგალითად ახლა გუშინაგე ტელევიზორშიც იმის უჩვენებდნენ. ვარ მე ნამყოფი მხარეში. ვიცი. სხვა სახელი ქვია მაშინაც ხაიმ ქალაქს. ნავთსადენი გახავთ ახლა იქ. ისეთი ყინვებია, რომ მილების კდება თურმე. ხალხი კი მუშაობს. ნამუსიანად აკეთებს მინდობილ საქმეს. ძალიან უჭირს. მაგრამ აიც აკეთებს 40 გრადუსიან ყინვას ეჯიბრება. ხო და ასეთ ხალხს რომ ვერ უხელმძღვანელებ. ჭკვიანურად ვერ მოიხმარდა. ცოტა უკეთესად ვერ აცხოვრებ, არ გვეპატიება სწორედ. გამოდის რომ ყველა ცოდვა და შეცდომა მაინც ხელმძღვანელობასთან იყრის თავს. ძირითადად ასია ეს ჩემო ბატონო. თუმცა ადამიანს იმდენი ნიჭი და ენერგია მისცა ბუნება მარტო მას რომ ასჭირდება მეტი წილი. საზოგადოებას უნდა მოახმაროს ქვეყანას. მაგრამ ზოგიერთებს სახალხო საქმე, პირად საქმე აღარ მიგვაჩნია. და სულ თავისკენ ვითვლით ეჭოსავით, რომ არ გჭირდება იმასე მეტად საკუთარ ჭიას ვახარებ და ქვეყანაზე გასე. ქვეყანაზე იმანი ფიქრობს, ვისაც ეს ქვეყანა აბარიაო. ცოტა ახალგაზრდა რო ბრძანდებოდეთ, რაიკომში წაგიყვანდით. მაშინ ამდენს კი ვერ გარ გეტყოდით შვილო. კიდევ რას გვეტყვით, ბატონო მირიან? რა უნდა გითხრათ ახლა ისეთი რაც თქვენ არ იცით. მაგრამ ეს აღსარება ნამდვილად კაი გამოგონება იყო. გულს იოხებდა ადამიანი. ჯავრისაგან ითავისუფლებდა. ჯო ეს სათქმელი რომ გიგუბდება. იგი იწევს თურმე გულის სიგანიერეს. ახლა სხვა სახელი რომ ქვია რაცა. ფაქტი. ხო. ფაქტია, იყო კი, ფაქტი. რაც აქ თქვა, ბატონო. წინათაც მეუჯერ გითხოვს ახლა წისქვილში, ბუხართან, დუქანთან, ოვეზან ისე. მაგრამ ჩემის მიხვედრილობით დღეს ეს სხვანაირად თქვა და თუ გაგონებაც ასეთივე იქნება, უკეთესად წავა მაშინ ჩვენი საქმე. ბატონო მირიანი. Ja. ერთი შეხვედრისათვის მე მგონია საკმარისად ითქვა დღეს და თან გადაცემულ დივას ეჩქარება. სხვა დროს ალბათ ამის შესაძლებლობა აღარ მექნება და ერთსაც გეტყვით. ბრძანეთ.
ამ ხნის განმავლობაში სიხარულიც ბევრი გვინახავს და მწუხარებაც სხერპლიც დიდი გაგვიღია მარტო ჩვენი სოფლიდან 100-ზე მეტი ვაჟკაცი არ დაბრუნებულა ომიდან დიდ საქმეს შეეწირენ ისინი და ჩვენც ეს გვამშვიდებდა გვიადვილებდა ცხოვრება მაგრამ მეც ამან გამაძლებინა ამდენ ხანს მაგრამ ახლა ზეცას ხომ არ გამოვაგერები ბედნიერი კაცი მქვია ახლა მე ვითომ შვილებით დაყურწული მაგრამ ეს სოხერი გული მაინც ეთანაღრება ვიფიქრე სიკვდილმა შემაშინა მეთქი არა თანდათან რომ დაუფიქრდი სხვა მიზეზი ყოფილა თურმე და მოგახსენებთ ჩემო ბატონო მე მეგონა ჩემი ცხოვრება ნამუსიანად გავატარებდი მაგრამ თურმე თავს ვიტყუებდი იცით რატო ვაჟკაცობა და პატიოსნება მარტო ის კი არა ტყვიას მივიშვირო შუბლი ან არ მოიპარო თავარია წმენას არ უღალატო გულსა და სულში საშინელი ეჭვის ჭია არ გაახარო ბევრი დიდი სასიკეთო საქმეები ვიკეთებია და შეცდომებიც ჩაგვიდენია მაგრამ შეცდომებს გააჩნია jo ყველა შეცდომა კაც არ ეპატიება მაგალითად ახლა ვინც აქამდე იჯდა საუფროსო სკამზე ყველა ცოდვა და შეცდომა მას ვაბრალო ეს ჩემამდე იყო და მე არ მეხებაო არ იქნება მთლად მართალი არც გვეკადრება ეს ჩვენ თქვენ სოფელში 67 კომუნისტი ყოფილა. კი ბატონო. ხო და ამიტომ შეიძლება ხელმძღვანელებზე უფრო ჩვენი ბრალია ეს. ყველაფერს ხელს რო წერდი, კაცო. მოგწონდა თუ არ მოგწონდა, ე ხელს თავში ვიტყამდით ეს რა გავაკეთეო. ამ შეცდომების გასწორებასა და ძველის დაგმობაში ახლის შენების იმედით გაილია ეს ცხოვრება. აი თურმე რამ შემაშინავე. აბა ახლა ორი პარასკევი დამრჩენია და ძალიან მინდა ეს ხელები თქვენს ჩამობრძანებას ტაშით რომ ხდება თავში საცემად არ დამჭირდეს. თუ რამე ისე ვერ თქვი აღსარებად ჩამეთვალეთ და ავადიეთ ჩვენგან. ჩვენი დღევანდელი შეხვედრით ხასიათი ხომ არ წაიხდინეთ. Come on, Agad am Sandwich.
Dabრძანდით. Dabრძანდით. ბატონო ვიქტორ, უნდა მაპატიოთ. ეს სტუმრები მე დაგიპატიჟეთ. საქმე მოითხოვა. როგორ გეკანცრებათ? პატივცემულო. დღეს 4 საათზე დანიშნული იყო რაიონული კომიტეტის ბიუროს ხდომა. მასპინძლის ნებართვით ბიუროს ხდომას გახსნილად ვაცხადებ. რა არის? დღევანდელი ბიუროს ხდომის დღის წესრიგი გახლავთ პატივცემულო. რამდენი საკითხია? 12. როცა აქეთ მოვდიოდი, ისიც ჩემთვის ბევრი რამ ბუნდოვანი იყო. გულიც მეთანაღრებოდა, არც ოჯახი მიჭერდა მხარს მაინცა და მაინც. თქვენ მართალი ხართ. ძალზე ძნელია ეს. უნივერსიტეტის კათედრა გაცვალო რაიკომის მდივნის საკმაოდ დაუფასებელ შრომაზე. რუსთაველის პროსპექტი სოფლის დალახიან ორღობეებზე. როცა დამიბარეს და მითხრეს, საქმეს ასე სჭირდება, მებრძანებად ჩავთვალე. საქმე რომ გასაკეთებელია თანაც ძალიან დიდი საქმე. მე ამაში დავრწმუნდი. თქვენ დამარწმუნეთ. მადლობა მინდა გითხრათ ამისათვის. დღეს აქ არც ოქმი დაწერილა, არც არაფერი დაგვიდგენია. ერთი სიტყვით ვნახოთ. საქმეში გამოვცადოთ ერთმანეთი. დღის წესრიგში 1000 კითხვა და 1000 საკითხი. სიტყვა ეძლევა ყველას.